მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დღევანდელი ჩემი პრეზენტაციის თემა არის ანატომიური ადაპტაცია. ზოგიერთი წამყვანი სპეციალისტი, ბრიტანელი სპეციალისტები მაგალითად ამას უწოდებენ neuromuscular coordination, რაც ქართულად ითარგმნება როგორც ნერვული და კუნთოვანი სისტემის კოორდინირებული მუშაობა, უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ანუ ჩვენი ტვინის და ჩვენი სხეულის შეთანხმებული ჰარმონიული მუშაობა სხვადასხვა გარემო პირობებში. ეს პრეზენტაცია World Rugby-საც აქვს შეტანილი როგორც ცალკე მოდული თავის ფიზმომზადების განვითარების გეგმაში, თუმცა მე პირდაპირ copy-paste-ით არ გადმომიღია ეს პრეზენტაცია, დავამატე მაგალითად ბევრი ვიზუალური მხარე, იმიტომ რომ ცნელები, რომლებიც მაგალითად კარგად შეიძლება ვერ ერკვეოდნენ ანატომიაში, მათთვის ვიზუალურად მიმეწოდებინა მეტი და მეტი ინფორმაცია, რომ ყოფილიყო მაქსიმალურად გასაგები. ეს პრეზენტაცია არის უფრო მეტწილად ფიზმომზადების მცველებისთვის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ კლუბს ეხა საქართველოში ფიზმომზადების მცველი არ ყავს, ძალიან კარგი იქნება თუ თვითონ რაგბის მცველებიც გადმოიღებენ თავიანთი კლუბებისთვის აქ შესულ დეტალებს. ეხა შესავალი, რაზე გვექნება ჩვენ აქ ამ პრეზენტაციაში საუბარი. ეს არის პირველი ვეცდები აგიხსნათ და რამოდენიმე მაგალითი გაჩვენოთ, რას ნიშნავს თვითონ ტერმინი ანატომიური ადაპტაცია. მეორე არის, ვთქვათ, რატომ და როდის უნდა გამოვიყენოთ ის ჩვენ როგორც რაგბის მცველებმა და ფიზმომზადების მცველებმა ჩვენს სპორტში. რას მოიცავს მთლიანად ანატომიური ადაპტაცია, ანუ რა დეტალები და რა თემები შეიძლება შევიდეს ჩვენს პროგრამაში, როცა გეგმავთ განვითარების გრძელვადიან გეგმას, რამდენ ეტაპად შეიძლება დაიყოს ანატომიური ადაპტაცია. აქვე მინდა გითხრათ, რომ შეიძლება დაიყოს მაგალითად 3 წლიან გეგმად, თუმცა მე ვისაუბრებ მხოლოდ საწყისებზე, ანუ ანატომიური ადაპტაციის ყველაზე მარტივ სავარჯიშოებზე, იმიტომ რომ იმდენად დიდი არის მოცულობა თვითონ ამ თემის, რომ ერთ ონლაინ სემინარში უბრალოდ ვერ ჩაეტეოდა ფიზიკურად. რამდენი ხანი დაჭირდება, თქვათ, ზოგიერთ მოთამაშეს ანატომიური ადაპტაცია, ამაზეც გაგაცნო, თქვათ, ჩემს პირად მოსაზრებას. სამცნულო პრინციპებზე გვექნება საუბარი, გვექნება სავარჯიშოები წარმოდგენილი, მე თქვენ გაჩვენებთ სურათებად სამწუხაროდ ყველა სავარჯიშოს ვიდეოები არ მომეპოვებოდა და ამიტომ გადავწყვიტე, რომ მეჩვენებინა სურათებად თქვენთვის ეს სავარჯიშოები, ვისაუბრებ ამ სავარჯიშოების მთავარ ფაქტორებზე, ანუ როგორ უნდა შესრულდეს და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება შესრულების დროს სავარჯიშოების და სამწუხაროდ ეხა პრაქტიკა ვერ გვექნება ჩვენ ონლაინ სემინარში, ამიტომ თუ თქვათ არ გაიწელა ძალიან თვითონ ეს პრეზენტაცია, შემიძლია შემოგთავაზოთ ჩემს მიერ ჩატარებული სადღაც 6 წუთიანი ვიდეო, სადაც მე ვატარებ მაღალი განვითარების აკადემიაში 15 წლის ბავშვებთან ადაპტაციის ვარჯიშს. კითხვები მინდა რომ შემოინახოთ, მოინიშნოთ, თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ პრეზენტაციის განმავლობაში, მოინიშნოთ და შემეკითხოთ ბოლოში, რომ არ გამოიწვიოს ამან თქვა თემიდან გადახვევა და ძალიან ზედმეტად არ გაიწელოს თვითონ ჩვენი პრეზენტაცია. ეხლა რაც შეეხება ანატომიურ ადაპტაციას მთლიან, როგორც ასეთ მოვლენას. არსებობს მრავალი სახის ადაპტაცია. ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც მინდა გაჩვენოთ, არის ის, რომ როგორ შეეგუა ადამიანი ორ ერთმანეთთან რადიკალურად განსხვავებულ მდგომარეობას. ანუ ადამიანი, რომლებიც არიან ბედუინები, მაგალითად ცხოვრობენ უდაბნოს პირობებში, სადაც +50 გრადუსია ცელსიუსი და ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ -52 გრადუსის ყინვის პირობებში. ეს ქალაქი არის რუსეთში, ოიმიაკონი არის ესეთი ქალაქი. სოფლიოში ყველაზე ცივ ქალაქად არის აღიარებული და თუ არსები 8000-იანი მოსახლეობა ყავს, ჩვეულებრივ არიან ადაპტირებული ასეთ ტემპერატურას იქ. ზაფხულობით არის 35 გრადუსი მინუსი და ზამთარში ჩამოდის უფრო სწორად -52-მდეც. რაც შეეხება მაგალითად ბედუინებს და იმ ხალხს, რომელიც ცხოვრობს
ისეთ ქვეყნებში, სადაც არის მაღალი სიცხე და დაბალი ტენიანობა ჰაერის, ამ მშრალი ჰავა არის. მათ გამოუმუშავდათ დროთა განმავლობაში და გადაუგვარდათ საუფლე ჯირკვლების მუშაობის პრინციპი. ანუ მათი საუფლე ჯირკვლებმა დაიწყო ნელ-ნელა ეტაპობრივად გადაგვარება და ეხლა გამოყოფს მხოლოდ ისე, რომ იმდენი რაოდენობით, რომ სხეული უბრალოდ პატარა-პატარა წვეთებით დაინამოს. შეიკრას, თქვათ, რაღაცა პატარა ეკრანივით, აი ბადესავით, დამცავი, მზისხივები აირეკლოს ამან და ამის შედეგად არ მოხდეს, თქვათ, ორგანიზმის გადახურება ზედმეტად. აქ პლუს ერთი ძალიან კარგი ფაქტორია კიდე, რომ მათმა ორგანიზმმა ისწავლა, როგორ დაზოგოს წყალი უდაბნოში, მაგალითად, სადაც ძალიან ცოტა მოიპოვება და ძალიან ჭირს წყლის მოპოვება. ეს არის ანატომიური ადაპტაციის ერთ-ერთი მაგალითი, როგორ შეიძლება გადაგვარდეს ჩვენი ორგანიზმი და მოერგოს რომელიღაცა ექსტრემალურ გარემო პირობებს ბუნებიდან გამომდინარე, თუ თქვათ, იგივე პროფესიიდან გამომდინარე. წამყვანი მეცნიერების აზრით, ინტელექტი, როგორც ესეთი, არის პირველი მიზეზი იმისა, თუ რატომ მოხდა ისე, რომ ადამიანმა შეძლო და აითვისა პლანეტის თითქმის ყველა ნაწილი, სადაც დააარსა ქალაქები და ცხოვრობს ჩვეულებრივად, შეეგუა გარემო პირობებს. ეს არის ინტელექტი, ერთი მიზეზი და მეორე მიზეზი არის ის, რომ ადამიანის სხეულს აღმოაჩნდა ძალიან მაგრად განვითარებული ადაპტაციის უნარი. ეხლა განვიხილოთ მეორე სახის ანატომიური ადაპტაცია, რომელიც ეხება მთასვლელებს და სპორტთან უფრო ახლოს არის და არ არის, თქვათ, გამოწვეული რაღაცა გარკვეული ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე გამოწვეული. ეს არის ევერესტის ერთ-ერთი მარშრუტი და თუ დავაკვირდებით, აქ პირველ ბაზას დავინახავთ 5300 მეტრზე. ანუ მოწყობილი არის ბანაკები. მეორე ბანაკი არის მოწყობილი 6400 მეტრზე. შემდეგ უკვე მოდის გზა მწვერვალისკენ, ანუ აქედან პირდაპირ ადიან უკვე მწვერვალზე და როგორც წესი იქ ძალიან ცოტა ხანი ჩერდებიან და იწყებენ უკან დაშვებას. შემდეგი მესამე ბაზა არის უკვე 8000 მეტრზე, ბანაკი არის უკვე 8000 მეტრზე განთავსებული. ამ ბანაკების დანიშნულება არის ერთის მხრივ ის, რომ თქვათ, დაისვენონ, აღიდგინონ ენერგია, მიიღონ წყალი, მიიღონ საკვები, გრძელდება, თქვათ, გაჩერება ამ ბანაკებზე რამოდენიმე საათიდან, შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე დღემდე, გააჩნია თუ, თქვათ, სხვა გარემო პირობებმა შეუშალეს ხელი, იგივე ამინდის გაუარესება და ასე შემდეგ. მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც აქ აუცილებელია გაჩერება, არის ადაპტაცია გარემო პირობებთან. რაც უფრო მაღლა ადის მთასვლელი, მით უფრო განიცდის ატმოსფეროს წნევის ნაკლებობას, მით უფრო განიცდის ჰაერის ტენიანობის ნაკლებობას, ანუ ჰაერის სიმშრალე უფრო მაღალია, მაღალ მწვერვალებზე, მაღალ ადგილებზე და ჟანგბადის რაოდენობაც შესაბამისად იკლებს. ამიტომ მათ სხეულს უწევთ რაღაცა გარკვეული ექსტრემალური პირობებში მუშაობა. შესაბამისად, რო არ გაიარონ ეს ადაპტაცია და რო არ ჩააგდონ ნელ-ნელა თავიანთი სხეულები ესეთ მდგომარეობაში და ავიდნენ გაუჩერებლად, ჯერ ეს ერთი ვერ შეძლებენ პირდაპირ ასვლას, იმიტომ რომ ძალიან დიდი გზა არის. მეორე არის ის, რომ შეიძლება გახდნენ ძალიან ცუდად და უკან ჩამოსვლა მოუწიოთ და ასეთი ფაქტებიც ძალიან ბევრჯერ დაფიქსირებულა. ეს არის ადაპტაციის ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა და არის ძალიან ბევრი, უბრალოდ აღარ შევიტანე ჩემს პრეზენტაციაში, იმიტომ რომ ეს წაიღებდა ძალიან დიდ დროს. ეხლა რაც შეეხება უკვე რაგბის. ყველამ კარგად ვიცით მცნელებმა, რომ რაც პროფესიონალური სპორტი, რაც რაგბი გახდა პროფესიონალური სპორტი, მას შემდეგ ძალიან ბევრი რამე შეიცვალა რაგბიში. გახდა უფრო ექსტრემალური, ვიდრე მანამდე იყო და რა არის ამის მთავარი მიზეზი? ანუ გაიზარდა სისწრაფეები რაგბიში, გაიზარდა მაქსიმალური ძალა რაგბიში,
გაიზარდა ფეთქებადი და გახდა უფრო მძლავრი სიტუაციები რაგბიში. სხეულის წონები გაიზარდა, შემოვიდა ჰიპერტროფიის მცნება და ყველა მოთამაშე და მწვრთნელი ცდილობს რომ ყავდეს ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც კუნთური მასა აქვს უფრო მეტი ვიდრე ცხიმი და ამან გამოიწვია ის, რომ გაიზარდა შეჯახების ძალაც. შესაბამისად, ეს არის ის მიზეზები, რაც იწვევს იმას, რომ რაგბი არის ბევრად უფრო ექსტრემალური სპორტი, ახლა ვიდრე იყო თქვათ თავიდან, როცა ის იყო სამოყვარულო დონეზე. ასევე ამას ხელი შეუწყო კვების მიდგომების შეცვლამ, გახდა უფრო სხვანაირი, უფრო სპეციფიური კვება. ასევე შემოვიდა საკვები დანამატები, GPS მონიტორინგი შემოვიდა, რამაც გახადა უფრო სწრაფი კიდე აღდგენის პროტოკოლები შეიცვალა რაგბიში და მთლიანად ფიზმომზადების მიდგომებიც არის რაგბიში შეცვლილი. შესაბამისად გახდა აუცილებელი რაგბიში ანატომიური ადაპტაციის მცნების შემოღებაც და რას ნიშნავს ხა ეს მინდა რომ კარგად აგიხსნათ. ანუ ჯერ უნდა დავისახოთ მიზანი, ხო, როგორი მოთამაშე გვინდა გავზარდოთ ჩვენ, გვინდა მოთამაშე გავზარდოთ უბრალოდ მოყვარულის დონეზე, თუ გვინდა მოთამაშე გავზარდოთ იმ დონეზე, რომ მიაღწიოს მან მაღალ შედეგებს და გახდეს თქვა ვარსკვლავი, იგივე ან ნაკრების მოთამაშე და ასე შემდეგ. და ითამაშოს მაღალ დონეზე. თუ ჩვენი მიზანია რომ მოთამაშე ავიყვანოთ მაღალ საფეხურებზე, აუცილებლად მათ მოუწევთ შემდეგი ვარჯიშების შესრულება. ეს არის მაგალითად კონტაქტური ვარჯიშები, რომელსაც ჩვენ კომბატებს ვეძახით, არის ძალიან დამხლელი, ჩართულია მთელი სხეული, ყველა სახსარი, ყველა კუნთი. იგივე თქვათ მძიმე საგნების გადაადგილება შეიძლება მოუწიოს ვარჯიშების დროს. ჰიპერტროფიის კურსის გავლა შეიძლება მოუწიოს მოთამაშეს და თუ თქვათ მოთამაშეს სხეული არ ექნება მზად და წინასწარ მომზადებული, ჰიპერტროფიაზე შეიძლება ძალიან ბევრი ტრავმა აიკიდოს. ამის გამო იგივე მაქსიმალურ ძალაზე მოუწევს მას ვარჯიში და მოუწევს დატვირთოს ხერხემალი სახსრები, აბსოლუტურად ყველა მენჯი, მუხლი, კოჭები, ზედატანი და მოუწევს თქვათ ფეთქებადობის ვარჯიშების შესრულებაც, რაც აუცილებელი არის დღევანდელი მაღალი დონის მოთამაშისთვის. ეხლა მე მინდა გაჩვენოთ ესეთ 3D ჭრილში ადამიანის სხეული და მინდა რომ დავაკვირდეთ თქვათ რამდენი სხვადასხვა ჯგუფის და სხვადასხვა დანიშნულების კუნთები აქვს ადამიანს სხეულში. მთლიანობაში 500-ზე მეტი სხვადასხვა ჯგუფის და სხვადასხვა დანიშნულების კუნთი და მყესი აქვს ადამიანს თავის სხეულში. აი შემდეგი სლაიდი ვნახოთ, როდესაც ჩვენ მოთამაშეს ესე ზერელეთ უყურებთ, ანუ ზედაპირულად უყურებთ, ჩანს თქვათ აი ესეთი სურათი, თუმცა აი ამ დიდი კუნთების ქვეშ იმალება ძალიან ბევრი დამხმარე კუნთები, რომელიც თქვათ ბევრად უფრო მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებს და ფუნქცია აქვს ვიდრე ჩვეულებრივ. აქაც ჩანს მაგალითად როგორ არის მოწყობილი ხერხემლის წვრილი კუნთები და როგორ არის ის იზოლირებული. ჩვენი მიზანი არის ანატომიურ ადაპტაციაში, ჩვენი მიზანი უნდა იყოს აი ასეთ სავარჯიშოებთან ადაპტირებული სხეულის მიღება. ანუ ჩვენ მოთამაშეები უნდა მოვამზადოთ ისე, რომ მათ შეძლონ მაღალი დატვირთვის ქვეშ მუშაობა ისე, რომ თქვათ არ აიკიდონ ტრავმები, არ წამოვიდეს სახსრის მყესების ანთებები და ასე შემდეგ. ჩვენ მათ უნდა მოუმზადოთ ცენტრალური ნერვული სისტემა, ანუ ტვინი, რომელსაც ეცოდინება ყველა მოძრაობა ზეპირად, ყველა სწორი მოძრაობა ზეპირად. უნდა მოუმზადოთ კუნთები იმისთვის, რომ არ მოხდეს მათი დაზიანება შემდგომში, უნდა მოუმზადოთ მყესებიც, იგივე იმიტომ რომ არ მოხდეს მათი დაზიანება და არ მოხდეს მათი თქვათ ანთებები არ წამოვიდეს, სახსრები უნდა მოუმზადოთ, უნდა იყოს სახსრები მობილური და უნდა იყოს ძლიერი, რომ გაუძლოს თქვათ ესეთ მძიმე დატვირთვებს
და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ჩვენ მერე მოგცემს თვითდაჯერებულობას მოთამაშეებში და მოთამაშეებს ამ თვითდაჯერებულობის ხარჯზე შეეძლებათ აი ამ სავარჯიშოების მაქსიმალური ძალისხმევით შესრულება. და ეხლა რას გულისხმობ ამაში? როდესაც მოთამაშე არ არის დარწმუნებული, რომ ის არ იტკენს რაღაცას, ან აწუხებს რაღაცა ტკივილი, რომელიც გამოწვეული არის ყესის ანთებიდან, ის ნამდვილად არ წავა სავარჯიშოდ, ან არ მოკიდებს ხელს იმას, რაც არ შეუძლია, ან რაშიც ეჭვიეპარება, რომ შეიძლება მიიღოს ტრავმა. შესაბამისად, თავდაჯერებულობა არის ერთ-ერთი მთავარი, რომ მოთამაშემ თქვათ დაიხარჯოს ბოლომდე და გააკეთოს სავარჯიშოები მაქსიმალური ძალისხმევით. ეხლა ეს მინდა გაჩვენოთ ბავშვის თანდაყოლილი უნარი, როდესაც თქვათ 2-3 წლის ბავშვები თამაშობენ, ისინი ჯდებიან ძალიან კარგად, ანუ აქვთ სტაბილური წელი, ან სწორად დაჭერილი წელი, მენჯი ან ჩამოდის მუხლის სახსარზე ოდნავ დაბლა, წონა ქუსლებზე გადააქვთ, ტერფები პირდაპირ მიდის, ან პირდაპირ იყურება, მუხლები არ გადადის ტერფებზე წინ, ზედატანის სწორი პოზიციის დაჭერა შეუძლიათ და თავის ბუნებრივი პოზიციის დაჭერაც შეუძლიათ. ეს პოზა არის ინდიკატორი იმისი, რომ ჩვენს სხეულში, ან ბავშვების სხეულში ჯერჯერობით არ არის გაავითარებული სხვადასხვა კუნთური დისბალანსი. და მათი სახსრები არის მობილური და შეუძლიათ მაღალ დიაპაზონზე მოძრაობა სახსრების. რაც უფრო ვიზდებით და რაც უფრო ასაკში შევდივართ, ჩვენ ამის უნარს ვკარგავთ. ეს არ არის თქვათ იმისი ბრალი, რომ ჩვენ გვავიწყდება, როგორ უნდა ჩავждეთ სწორად. ეს არის იმის ბრალი, რომ ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, თუნდაც არასწორი ვარჯიშებიდან გამომდინარე, ჩვენს ხელში ვავითარებთ სხვადასხვა კუნთურ დისბალანსს. მაგალითად, აი ამ სურათს რო შევხედოთ, ეხლა რომელიც არის მარცხნივ მოთამაშეს ან პიროვნებას ვიღაცას, ვინც აკეთებს ამას, შეზდის მუხლების შიგნით და ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ თეზოს მომქაჩველი კუნთები, რომელსაც ჩვენ პახებს ვეძახით, არის უფრო ძლიერი, ვიდრე თეზოების გამზიდველი კუნთები და ამ შემთხვევაში ის ერევა ამ კუნთებს ძალით და შესაბამისად მუხლები ავტომატურად იწყებს შიგნით შესვლას. ამ ვითარებაში ჩვენ მოთამაშესო დავაძალოთ და ვუთხრათ, რომ მივიდეს მაქსიმალურ წონაზე, ძალიან დიდი შანსია იმისი, რომ მან აიკიდოს მუხლების, კოჭების, ან თუნდაც ხერხემლის ტრავმა. სერიოზული. ჩვენი მიზანი უნდა იყოს მოთამაშეებს შევუნარჩუნოთ უნარი იმისა, რომ ჩაჯდნენ შემდეგ სწორად. ამისთვის ჩვენ ვიყენებთ ფუნქციურ ტესტს, არის ესეთი ფუნქციური ტესტი, რომელიც გვაჩვენებს მოთამაშეების დისბალანსს, თუმცა ამაზე ახლა ჩვენ საუბარი არ გვექნება, იმიტომ რომ წაგვიყვანს ძალიან შორს და აი ამ ტესტის საშუალებით ვუნიშნავთ და ვუდგენთ პროგრამებს მოთამაშეებს, რომ მე შემდეგში ეს ხარვეზები გამოასწორონ. თუმცა მე შემიძლია შემოგთავაზოთ ერთი ესეთი პატარა სახელმძღვანელო, რომელიც შექმნეს ბრიტანელმა სპეციალისტებმა და დაარქვეს შეაფასე და შეასწორე და აქვს პატარა ქვესათაური ბარიერების დამსხვრევა შედეგების მისაღწევად. და რას ნიშნავს ახლა ეს? აი შევხედოთ მაგალითად ვარჯიში, როდესაც მწვრთნელს უნდა რომ მაგალითად მოთამაშეს დაუნიშნოს აი სადა ეს ვარჯიში, ამ შემთხვევაში არის აჯიმანიას, რასაც ვეძახით, აზიდვებს და ხედავთ რომ მოთამაშე ვერ აკეთებს მას სწორად. ჩვენ უნდა შევაფასოთ რატო ვერ აკეთებს ის ამას სწორად. შეიძლება მოთამაშე მიცოდეს ზუსტად როგორ უნდა გააკეთდეს, მაგრამ კონდეს სუსტი წელის, სუსტი პრესის კუნთები, ანუ შუატანი კონდეს სუსტი და ის ვერ ერეუდეს თავის წონას და შესაბამისად აზიდვების გაკეთების დროს წელი კონდეს ჩაზნექილი. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ შევაფასებთ მიზეზს, რატო აქვს ესა და ეს პრობლემა, უნდა დავუნიშნოთ მას გამოსასწორებელი ვარჯიშები. უნიშნავთ მაგალითად ზურგის გამაძლიერებელ ვარჯიშებს, უნიშნავთ მაგალითად წელის და უკანა კუნთების გამაძლიერებელ ვარჯიშებს, უნიშნავთ ხრის სახსრის გამაძლიერებელ ვარჯიშებს
და რა თქმა უნდა აზიდვებს ვუმარტივებთ. და შეგვიძლია დავაწყებინოთ თქვათ მუხლებიდან და როდესაც ნელ-ნელა ეტაპობრივად შევამჩნევთ რომ მოძლიერდა მისი წელის და პრესის კუნთები უკვე გადავიყვანოთ ჩვეულებრივ რეჟიმში, რაც გვაქვს მიზანი ის რომ გააკეთოს სწორად აზიდვები. ეხლა ეს ამას მინდა შევეხო თქვათ რას მოიცავს ანატომიური ადაპტაცია. მოკლედ ანატომიურ ადაპტაციაში შეიძლება შევიდეს მოქნილობის ვარჯიშები, კოორდინაციის და ბალანსის ვარჯიშები, შეიძლება შევიდეს სტაბილურობის ვარჯიშები, ანუ სახსრების გამაძლიერებელი ვარჯიშები, ელასტიურობის ვარჯიშები, სწორი მოძრაობების სწავლა, პლიომეტრიკის საწყისები შეიძლება შევიდეს, შუატანის სიძლიერე შეიძლება შევიყვანოთ ჩვენს პროგრამაში, სარაგბო სპეციფიკებიც შეიძლება შევიდეს, კუნთური დისბალანსის აღმოფხვრა, რაზეც მე წეღან ვისაუბრე, აი ეს ტესტის გამოყენებით შეიძლება შევიდეს და ინდივიდუალურად შეიძლება მოთამაშეებს დავუნიშნოთ. რეაბილიტაციის ვარჯიშებიც შეიძლება შევიდეს ანატომიურ ადაპტაციაში და მინდა მოგიყვანოთ ერთ-ერთი მაგალითი აი ამ რეაბილიტაციის. მაგალითად ავიღოთ მოთამაშე, რომელიც თქვათ იყო დამტვრეული და გაიკეთა ჯვარედინის ოპერაცია, გაიარა შემდეგ რეაბილიტაცია და 6 თვის მერე ნელ-ნელა იწყებს დაბრუნებას გუნდურ ვარჯიშებში. ჩვენ ეს მოთამაშე რომ დავაბრუნოთ მაქსიმალურად უსაფრთხოდ, პირველ რიგში უნდა დავუნიშნოთ ანატომიური ადაპტაციის რაღაც პატარა გეგმა, რომელიც შეიცავს კონტაქტურ ვარჯიშებს. პირველ რიგში, რამოდენიმე კვირის განმავლობაში ეს არის დამოკიდებული ფიზიოთერაპევტზე და ფიზმომზადების მწვრთნელზე, როგორ შეადგენენ ამას. რამოდენიმე კვირის განმავლობაში უნდა დავაწყებინოთ მაგალითად მხოლოდ ბალიშებზე კონტაქტური ვარჯიშები. მერე შეიძლება შემოვიდეს ნელ-ნელა ეტაპობრივად უკვე ერთ-ერთზე კონტაქტური ვარჯიშები, მერე შეიძლება უკვე შემოვიყვანოთ თქვათ კონტაქტურ ვარჯიშებში მხოლოდ 10 წუთი და მერე გამოვიყვანოთ, მერე გავზარდოთ ეს დრო ნელ-ნელა და ეტაპობრივად აი ესე დავაბრუნოთ. ესეც ანატომიური ადაპტაციის ერთ-ერთი მაგალითი არის, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენ მომავალში. თუმცა ეს ეხება უკვე სხვა პროფესიონალ მოთამაშეს. ესეც ერთ-ერთი ცვლადი ელემენტები, ანუ ერთ-ერთი პრინციპია სამცმელო. ჯერ გავიაროთ, თქვათ, როგორ სწავლობს ადამიანის ტვინი. ამ შემთხვევაში ვარჯიშებს და ვარჯიშების შესრულებას. ერთი ეს არის დანახულის გააზრება, ან დანახულის გაანალიზება და მოსმენილის გაანალიზება, ეს მეორე და მესამე არის სხეულიდან წამოსული იმპულსები, რომელიც გამუდმებით აწვდის ადამიანს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად იმყოფება და რა პოზიციაში იმყოფება ეს სხეული. რადგან გამუდმებით აწვდის და არ წყდება ეს იმპულსები, შესაბამისად თავის ტვინშიც ილექება ეს ნელ-ნელა და მოთამაშე აი ამითიც სწავლობს უკვე თქვა სწორი მოძრაობების შესრულებას. მაგალითისთვის გამოდგება ზუსტად ის, რომ აი თქვა თვალდახუთი ადამიანს შეიგრძნოს თავისი სხეული სენსორულად და იცოდეს თქვა ის ზის დადის მოძრაობს, ხელი აქვს აწეული, მაღლა თუ ასე შემდეგ. ეს არის გზები თუ როგორ ვასწავლოთ, როგორ სწავლობს ჩვენი ტვინი. რაც შეეხება ცვლად ელემენტებს, ეს არის ძალიან კარგი იმისთვის, რომ ტვინი გვყავდეს მუდმივ ტონუსში. ანუ თუ ჩვენ მხოლოდ ერთ ვარჯიშს გავაკეთებთ, მოვილებთ და გადავალთ შემდეგ მეორე ვარჯიშზე, შემდეგ მესამე ვარჯიშზე, ეს იქნება ცოტა მომაბეზრებელი. ამიტომ ძალიან გამართლებული არის წრიული სისტემის შემოტანა ადაპტაციის პროგრამაში. როდესაც მოთამაშეს თქვათ გარკვეული დროის განმავლობაში, თქვათ 40 წამის განმავლობაში ვაკეთებინებთ ერთ ვარჯიშს, შემდეგ ის ისვენებს თქვათ 20 წამის განმავლობაში, შემდეგ გადადის სხვა სავარჯიშოზე, ისევ ისვენებს 20 წამი და ესე წრეზე მოძრაობს. ძალიან კარგი იქნება თუ ამ სტილს ამ სისტემას ჩასვალთ თქვენს სავარჯიშო პროგრამაში, იმიტომ რომ ეს არის გამართლებული და იყენებენ არა მარტო ადაპტაციის პროგრამაში, არამედ მოედნის ვარჯიშებზეც, თქვათ იგივე ტაქტიკის ვარჯიშებზეც შეიძლება ეს ამის გამოყენება, ფიზმომზადების ვარჯიშებზეც შეიძლება ამის გამოყენება, მოედანზეც და დარბაზშიც. ერთ-ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი არის ადაპტაციაში მოთამაშის მორფოლოგია. ან შეიძლება ჩვენ გვყავდეს ერთ ასაკში მაღალი,
დაბალი, ცოტა სუქანი შედარებით გამხდარი მოთამაშე და რასაკვირველია ეს მოთამაშეები ამ სავარჯიშოებს ჩვენ ვერ შეგისრულებენ ერთნაირი ხარისხით. ამის გამო ჩვენ აუცილებლად უნდა შემოვიტანოთ პროგრესის და რეგრესის მცნება. ანუ მოთამაშეს, რომელსაც მაგალითად უჭირს რაღაცა ვარჯიშის შესრულება, მას აუცილებლად უნდა გაუადვილოთ ეს ვარჯიში, ხოლო მოთამაშეს, რომელსაც არ უჭირს და პირიქით უადვილდება, ნელ-ნელა უნდა გაუზარდოთ და გაუზარდოთ და თქვათ გაურთულოთ სავარჯიშოები. ამის მარტივი მაგალითი არის აი ეს პირველ სურათზე, რასაც ხედავთ, თქვათ ჯოხის გარეშე, როცა აკეთებს მოთამაშე ჩაჯდომას და მეორე, როდესაც ჩვენ ხედავთ, თქვათ, რომ კარგად აკეთებს უკვე მოთამაშე, ამას შეგვიძლია დავაჭერინოთ უკვე ჯოხი და მოვთხოვოთ, რომ ის თავზევით აიტანოს და ისე გააკეთოს ეს სავარჯიშო. თუ მაგალითად ჩვენ არ გვაქვს არც დარბაზი და არც ბურთი, შეგვიძლია მოთამაშეები თქვათ წყვილებში დავაწყვილოთ და ჩაჯდომები გავაკეთოთ ესე. როდესაც თქვათ ესენიც კარგად გააკეთებენ ამ სავარჯიშოებს, მერე დავაჭერინოთ მაგალითად ჯოხები და უკვე ისე გავაკეთებინოთ ეს სავარჯიშოები. კიდევ ერთი სამთვნელო პრინციპი. უნდა გვახსოვდეს, რომ თავარი არის ხარისხი შესრულების და არა რაოდენობა. მაგალითად, არსებობდა ხშირად გვინახავს ჩვენ ყველას ესეთი მიდგომა, რომ 20 წამის განმავლობაში მოთამაშეს თხოვენ რაც შეიძლება მეტჯერ გააკეთოს ესა თუ ის ვარჯიში და მეტჯერ შეასრულოს. აქ არსებობს იმის რისკი, რომ მოთამაშემ ამ სიჩქარეში შეასრულოს ეს ყველაფერი არასწორად და მერე ჩამოუყალიბდეს უკვე მავნე ჩვევები, რომლის გამოსწორებასაც შეიძლება დაჭირდეს ძალიან დიდი დრო. შესაბამისად, ჯობია, რომ მოთამაშემ 20 წამის განმავლობაში გააკეთოს მაგალითად 10 მოძრაობა და ის იყოს სწორი, ვიდრე გააკეთოს 20 მოძრაობა და ამ 20 მოძრაობიდან თქვათ 10 ან 12 იყოს არასწორი. ეხლა მინდა შემოგთავაზოთ უშუალოდ აი სახელმძღვანელოდან ამოღებული სავარჯიშოები, რომელიც ტესტების და მიუხედავად თქვენ ჩაატარებთ ტესტებს თუ არა, ფუნქციურ ტესტს, მაინც გამოგადგებათ თქვენ, შეგიძლიათ გამოიყენოთ გახურებებში, შეგიძლიათ ისე დაუნიშნოთ, თქვათ რომელიმე დღე აირჩიოთ კვირაში 2 ან 3 დღე და გააკეთებინოთ მხოლოდ ეს სავარჯიშოები, ან თქვენ როგორც მოარგებთ, შეგიძლიათ ისე გააკეთოთ ეს ყველაფერი. პირველი სავარჯიშო არის მხარი 90 გრადუსით, აი ესე ქვია ამ სავარჯიშოს. პირველი და მეორე სურათი არის ერთი მოძრაობის, ანუ მოთამაშე ამ შემთხვევაში მაგიდაზე, სამასაჟ მაგიდაზე, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ დარბაზის იატაკიც და შეგვიძლია გამოვიყენოთ, ვთქვათ, მოედანიც. მთავარი ფაქტორი არის ის, რომ სხეულის ყველა ნაწილი უნდა იდოს მიწაზე უძრავად. ფეხები უნდა იყოს 90 გრადუსით მოხრილი და აქ არ ჩანს ეხლა და ტერფებიც უნდა იდოს ძირს. მხარი და იდაყვი უნდა იყოს მოხრილი 90 გრადუსზე და იდაყვიდან ტევნამდეც აი ესე 90 გრადუსიანი კუთხე უნდა იყოს შექმნილი და ნელი მოძრაობით კეთდება გარეთა მხარეს მოძრაობები. ნელი მოძრაობები. შემდეგ შეგვიძლია გავაკეთებინოთ, ვთქვათ, პირიქით შიდა მხარეს ეს მოძრაობა, მხოლოდ შიდა მხარეს და გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია ეს სავარჯიშო შევაერთოთ და უკვე გავაკეთოთ, ვთქვათ, მთლიანი დიაპაზონით მოძრაობა. აქ თქვენთან მარჯვენა კუთხეში ახლა ხედავთ, ვთქვათ, ხრის სახსარს 3D ჭრილში, რამდენი მყესი და რამდენი კუნთი არის ჩვენს ხრის სახსარში. და მინდა გაჩვენოთ რაში შეიძლება გამოიყენოს მოთამაშემ, ვთქვათ, აი ეს მოძრაობები. როდესაც მას აძლევს ხრის მობილურობა ამის საშუალებას. ეს არის ოფლოუდი. კარგად დავაკვირდეთ. როგორი რთული პოზიციიდან შეუძლია მოთამაშეს გააკეთოს ოფლოუდი. ანუ ეს არის ერთი ფაქტორი, რომ მობილურობა აქვს მხარში განვითარებული. ეს მეორე ვარიანტი.
ეს უკვე მესამე ვარიანტი, სადაც აუცილებელია ის, რომ ჩვენი მხრის სახსარი იყოს მობილური. ეხლა გადავიდეთ შემდეგ სავარჯიშოზე. დამჯდარი მოტრიალებები. მოთამაშე უნდა იძდეს სკამზე. სკამი არ უნდა იყოს არც ძალიან მაღალი და არც ძალიან დაბალი. უნდა შევარჩიოთ ისეთი სიმაღლე, რომ იყოს 90 გრადუსიანი კუთხე შეკრული. ტერფები უნდა იდოს აუცილებლად ძირს, მუხლებიც უნდა იყურებოდეს ტერფების მხარეს, სხეული უნდა იყოს სწორად. იდაყვები უნდა იყოს 90 გრადუსით აწეული. მხედველობის არეალი უნდა იყოს აუცილებლად პირდაპირ და უნდა შესრულდეს, ვთქვათ, წრიული მოძრაობები. მაქსიმალურად უნდა მოაბრუნოს სხეული მოთამაშემ, შემდეგ ისევ დააბრუნოს თავის ადგილას, ანუ საწყის პოზიციაზე და შემდეგ უკვე მეორე მხარეს შეუძლია გააკეთოს ამის ეს მოძრაობები. აქ მე მინდა გაჩვენოთ ეხლა რა კუნთები ვარჯიშობს ამ დროს და რა კუნთები არის ჩართული. რამოდენიმე წამიანი ვიდეოა სპეციალურად შერჩეული, ისე რომ არ გაიწყოს. ეს არის კუნთები, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი სხეულის მოტრიალებაზე და ხერხემლის სტაბილურობაზე. ეხლა მაინტერესებს თქვენი აზრით, რომელ უნარებში, ანუ სარაგბო მომენტებში შეიძლება დაგვჭირდეს ჩვენ აი ამ კუნთების გამოყენება და თუ შეიძლება, არ ვიცი, თუ გინდათ მიკროფონები ჩავრთოთ, თუ გინდათ ჩატშიც მოიწერეთ პასუხები, მაინტერესებს თქვენგან როგორ ფიქრობთ, რა ასპექტებში გვჭირდება ეს კუნთები. მარტივად პასის გაშლებაში გჭირდება, რომ როტაცია გააკეთო. კი, ნამდვილად. კარგით. ანუ ბოჭვის მერე თქვა სწრაფად რომ გადატრიალდე მიწაზე, როდესაც მიწაზე დაეცემი, წამი შევხედო ჩატს თუ შეიძლება ჩემთან არ ხსნის. ფინტიო წერს პატმაისურაძე. ანუ აბსოლუტურად ყველა მოძრაობაში არის ეს კუნთები ჩართული, მაგრამ არსებობს რაღაც ისეთი სიტუაციები, სადაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აი ეს ამ ჯგუფის კუნთები. ეს არის მაგალითად, რო ავიღოთ ბოჭვის მერე, როცა ძირს არის მოთამაშე სწრაფად რო გადატრიალდეს და სწრაფად ადგეს, ბურთის პრეზენტაციის დროს, მაგალითად რაკში, ოფლოუდის დროს, იგივე ვთქვათ, სხეულის ტანის ვთქვათ, გაყოფა და შემოტრიალება და ბურთის ამოგდება და ბურთის ამოღება რაკშიც, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ ჩემთან არ ჩანს ჩატი და ვერ ხედავ ეს მიერ გამოგზავნილ პასუხებს. კარგით, მაშინ გადავიდეთ შემდეგზე, რომ დიდი დრო არ წაიღოს. შემდეგი სავარჯიშო, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ, აქ ორი სავარჯიშოა მოცემული, ხელების წამოწევა წინ გადახრილ მდგომარეობაში და თავს უკან ჯოხით მოძრაობა. ანუ პირველ შემთხვევაში მოთამაშე არის გადახრილი ოდნავ წინ, ხერხემალი უნდა იყოს ჩაგდებული აუცილებლად სწორად, ხელები უნდა იყოს გამართული იდაყვებში და ასრულებს აი ესეთ მოძრაობებს ხელების ზევით აწევას მაქსიმალურად და ისევ ნელი მოძრაობით უნდა დააბრუნოს თავის ადგილას. შემდეგ ისევ უნდა მოახდინოს ეს მოძრაობა და ისევ უნდა დააბრუნოს თავის ადგილას. მეორე ვარჯიშის შემთხვევაში, თქო, გამართული იწყებს და მაქსიმალურად დაბლა, ანუ კისრამდე ჩამოაქვს ჯოხი, ისე რომ ჯოხი იყოს თავს უკან, ბოლომდე და შემდეგ ისევ აბრუნებს თავის საწყის პოზიციაზე. ეს კუნთები, ეს ვარჯიში ავარჯიშებს ზურგის კუნთებს, იზოლირებულ კუნთებს, რომელიც არის ჩამალული და არ ჩანს და ჩვენ გვჭირდება ის აუცილებლად თამაშის განმავლობაში. ჭინდა რომ ნახოთ ერთი ვიდეო, როგორ მოძრაობს.
ეს კუნთები უბრალოდ როგორ ამოძრავებს ჩვენს სახსრებს იმისთვის რომ წარმოდგენა გქონდეს და დროის დაზოგვის მიზნით ბარემ ჩავთავ მეორე ვიდეოს, სადაც ასახული არის მომენტები, სადაც ეს კუნთები გვჭირდება. ეს არის რათიდან ბურთის ამოღება. როდესაც ჩვენ დაცვაში ვართ. აი ამ დროს აქტიურდება განსაკუთრებულად ზურგის კუნთები და ჩვენი მიზანი არის რომ სანამ მაქსიმალურ დატვირთვამდე მივიყვანთ ამ კუნთებს, მანამდე მოვახდინოთ მათი უბრალოდ მოძლიერება, ადაპტაცია, რომ შემდგომში მე არ გაუჭირდეს მოთამაშეს თავარ სავარჯიშოებზე გადასვლა. შემდეგი სავარჯიშო, რომელსაც ქვია თვითმფრინავი, ავარჯიშებს მენჯის კუნთებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მიმართულების ცვლაზე. ერთ ვანახოთ პატარა მოკლე ვიდეო, რომელი არის ეს კუნთები. ამ შემთხვევაში სხვა სავარჯიშოა მოცემული, თუმცა ზედა სავარჯიშო, რომელიც მინდა რომ შემოგთავაზოთ, ზუსტად იგივე კუნთები ვარჯიშდება. აი მომენტები, სადაც ჩვენ ვიყენებთ ამ კუნთებს. მიმართულების ცვლები. ეს სავარჯიშო სრულდება შემდეგნაირად. მოთამაშე დგას ცალფეხზე, ოდნავ მოხრილი მუხლში. ტანი აუცილებლად უნდა იყოს სწორად, ან თავიდან დაწყებული კოჭის სახსრამდე დამთავრებული, მთლიანად უნდა შეინარჩუნოს სწორად ხაზად, სხეული და შემდეგ კეთდება აი ესეთი პატარა წრიული მოძრაობა და ისევ დაბრუნება თავის საწყის მდგომარეობაში. შემდეგ შეუძლია მოთამაშეს შეცვალოს ფეხი და გააკეთოს უკვე მეორე მხარეს და ასე შემდეგ იმ დროის განმავლობაში, რასაც მას ფიზიომოზადების მსმელი მიცემს. შეუძლია გააკეთოს მხოლოდ ერთ ფეხზე და როცა მოუწევს შემდეგ მისვლა უკვე გააკეთოს მეორე ფეხზე, ან შეუძლია მაგალითად ჯერ ერთ ფეხზე, მერე მეორე ფეხზე ასე ცვალოს 40 წამის განმავლობაში. შემდეგი სავარჯიშო ეს არის დაწოლილი ფეხის ამოწევა, უკანა მომხრელი კუნთები, ანუ ჰამსტრინგები ვარჯიშობს ამ დროს. ძალიან მარტივი შესასრულებელი, მთლიანი სხეული უნდა იდოს მიწაზე და სრულდებოდეს ფეხის წამოწევა ნელი მოძრაობით და უნდა ვეცადოთ რომ მოთამაშემ მაქსიმალურად ეს გამოიყენოს და შექმნას 90 გრადუსი, ისე რომ არ მოიხაროს მუხლის სახსარში, არც აწეული ფეხი და არც ის ფეხი, რომელიც მიწაზე არის დატოვებული. დაბრუნების შემთხვევაში შეუძლია მოთამაშეს გააკეთოს უკვე მეორე ფეხით და ცვალოს ცვალოს ფეხები, ან შეუძლია გააკეთოს მაგალითად 40 წამი ჯერ მარტო ერთ ფეხზე და ჯერ მარტო და შემდეგ უკვე მეორე ფეხზე. ეს არის დამოკიდებული უკვე ფიზიომოზადების ცვლაზე, რას და როგორ და რანაირად მოთხოვს. ეს სავარჯიშო არის ძალიან კარგი იმისთვის, რომ გახდეს ჩვენი უკანა მომხრელი კუნთები მეტად უფრო ელასტიური და როგორც ვიცით, ეს კუნთი არის ძალიან ტრავმიანი, ძალიან დიდი რაოდენობა ტრავმების მოდის სწორედ აი ამ კუნთებზე და ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სავარჯიშო მაქსიმალურად შეამცირებს მომავალში
აი ამ კუნთების დაზიანებას. შემდეგი სავარჯიშო ეს არის კატა და აკლემი სახელად, ესე ქვია. მოთამაშე დგას 4-ზე და ცდილობს რომ მაქსიმალურად აზიდოს, ამოაგდოს წელი, ოღონდ აუცილებლად ნელი მოძრაობით და არა სწრაფად და შემდეგ ისევ ნელი მოძრაობით დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ პოზიციას. შემდეგ ისევ ამოაგდოს წელი და ისევ ბუნებრივ პოზიციაში დაბრუნდეს, ოღონდ კიდევ და კიდევ ვიმეორებ, რომ ძალიან ნელა და ფრთხილად უნდა შესრულდეს ეს მოძრაობები. რომელ კუნთებს ავარჯიშებს ახლა ეს სავარჯიშო? აი თქვენთან მარჯვენა მხარეს ჩანს მალები, სადაც არის წარმოჩენილი აი ეს პატარა კუნთები, რომლის ფუნქციაც არის მალების ერთმანეთში სტაბილურ, ანუ მალებს ამაგრებს ერთმანეთზე. შესაბამისად, როდესაც მოვაძლიერებთ ამ კუნთებს, გავხდით უფრო ელასტიურებს, მინიმუმამდე დავიყვანთ თიაქრის ტრავმის რისკს, ან სხვა თქვათ ანთების რისკს ხერხემალში და შემდგომში მოთამაშეს განუვითარდება უფრო და უფრო სტაბილური ხერხემალი და მიცემს იმის საშუალებას, რომ მომავალში გააკეთოს ისეთი სერიოზული და მძიმე სავარჯიშოები, როგორც არის მაგალითად ჩაჯდომა ან მკვდარი წონის წამოწევა და სხვა მრავალი კიდე სავარჯიშოები. შემდეგი ვარჯიში, რომელიც მინდა რომ შემოგთავაზოთ, ეს არის კოჭის მობილურობის ვარჯიში. კეთდება შემდეგნაირად. მოთამაშე დგას კედელთან, მაგრამ არ უნდა იყოს მთლიანად მიყუდებული კედელს, ან ტერფი ოდნავ უნდა იყოს მოშორებული და ცდილობს მუხლის მიდებას კედელზე და ისევ თავის საწყის პოზიციაში დაბრუნებას. ეს სავარჯიშო ავარჯიშებს კანჭის კუნთს, რომელსაც ჩვენ იკრას ვეძახით და ხშირ შემთხვევაში ხოლმე, როდესაც კოჭის მობილურობა არის შეზღუდული, არის ზუსტად აი ამ კუნთის ბრალი, რომ ის არის თქვათ ზედმეტად ხისტი და არ უშვებს ამ სახსარს, არ აძლევს მეტი მოძრაობის საშუალებას. ეს კუნთი შეამცირებს კოჭის ტრავმას მომავალში, გახდის მას უფრო მობილურს და დაეხმარება მოთამაშეებს ისევ და ისევ მაღალი წონების წამოწევაში და დაზღვეული იქნება მოთამაშე მომავალში, რომ თქვათ რაღაცა ანთების მაგვარი არ წამოვიდეს კოჭის სახსარში. შემდეგი ვარჯიში, რომელიც მინდა რომ შემოგთავაზოთ, ეს არის ცალფეხზე ნახევრად ჩაჯდომი, ანუ მოთამაშე დგას ცალფეხზე, მეორე ფეხი, რომელიც ჰაერში არის ოდნავ მოხრილი და აკეთებს, ასრულებს ნახევრად ჩაჯდომს. და შემდეგ ისე უბრუნდება საწყის პოზიციას. აქაც შეუძლია მოთამაშეს ცვალოს ფეხი და არ გააკეთოს მაგალითად 40 წამის განმავლობაში მხოლოდ ერთ ფეხზე. ეს ავარჯიშებს დომინანტურად ავარჯიშებს გამშლელ კუნთს, რომელსაც მაგალითად ფეხბურთელები იყენებენ, როდესაც ფეხს ურტყავენ ბურთს, თუმცა ჩვენ ამას ვიყენებთ ასევე სირბილის დროსაც, როგორც სწორხაზოვანი სირბილის დროსაც, ასევე ვიყენებთ მიმართულების ცვლის დროსაც. ასევე ამ სავარჯიშოში არის ჩასმული, ანუ ავტომატურად ჩდება ეს კოჭის სახსრის მობილურობის ვარჯიშია, პლუს არის მუხლის სახსრის გასამაგრებელი ვარჯიში, ასევე არის ჩართული ზედატანიც და ასევე არის ჩართული მენჯის სახსარიც ვარჯიშობს ამ დროს. და სპეციფიურად ძალიან ახლოს არის სირბილთან. შემდეგი სავარჯიშო, რომელიც მე მინდა შემოგთავაზოთ, ეს არის ხიდი. ჩვენ შეგვიძლია ჯერ დავაწყებინოთ მოთამაშეებს ხიდი უბრალოდ დინამიურ ვარიანტში, ანუ წამოიწიოს ჯერ შეკრას 90 გრადუსი, რამოდენიმე წამის განმავლობაში, 1-2 წამის განმავლობაში გაჩერდეს და დაიწიოს ისევ დაბლა. შემდეგ ისევ წამოიწიოს და შემდეგ ისევ დაიწიოს დაბლა. ხოლო როცა თქვათ მოგვინდება გართულება, უკვე შეგვიძლია მოვთხოვოთ სტატიკური ვარიანტი, როდესაც მოთამაშე წამოიწევა და გააჩერებს თქვათ 20, 30 ან 40 წამის განმავლობაში სხეულს აი ამ პოზიციაში. შეიძლება კიდევ უფრო გართულება ამ სავარჯიშოსი, როდესაც ჩვენ თქვათ მოთამაშეს მოვთხოვთ ცალი ფეხის მაღლა ჰაერში წამოწევას და ისე გაჩერებას სხეულის. ავარჯიშებს
მთლიანად უკანა მხარეს, ანუ ჰამსტრინგის, საჯდომი კუნთების და წელის კუნთების მიდამოებს, რასაც ჩვენ ვიყენებთ სირბილის დროს, ვიყენებთ თქვათ იგივე ჩაჯდომის დროს, ვიყენებთ წამოწევის, ანუ მძიმე წონის წამოწევის დროს, რასაც დედლიფტს ვეძახით და არის ერთ-ერთი მთავარი კუნთები სპორტსმენისთვის. ხიდი გვერდულად, ანუ აი ეს მოძრაობა შეგვიძლია გავაკეთებინოთ, კიდე თქვათ აქაც ორი ვარიანტია ამ სავარჯიშოსი, პირველი არის გამარტივებული, მოთამაშე წევს სწორად და აკეთებს გვერდულად მოძრაობებს ფეხის. ეს სავარჯიშო ავარჯიშებს იგივე საჯდომ კუნთებს და მასში ჩამალულ კიდე სხვა მომქაჩველ კუნთებსაც, რომელიც პასუხისმგებელია, როგორც წეღან თქვი, მიმართულების ცვლაზე და სწორხაზოვან სირბილზე. გართულებულ ვარიანტში ჩვენ შეგვიძლია მოთამაშეებს შევთავაზოთ უკვე ხიდის პოზიციაში, იგივე მოძრაობების კეთება. აქ ეხა მოთამაშე ვერ შეცვლის ფეხს, ამიტომ ჯობია რომ თქვათ რაღაცა გარკვეული დროის განმავლობაში ჯერ ერთ ფეხზე გააკეთოს და როცა მეორე ჯერ მოუწევს ამ სავარჯიშოს შესრულება ამ წრიულ სისტემაში, შემდეგ უკვე მეორე ფეხით გააკეთოს ეს სავარჯიშო, იმიტომ რომ ჩვენ რო ვიცით მოთამაშეს სწრაფად გადაბრუნების საშუალება, ის უბრალოდ ვერ მოასწრებს ბევრი რაოდენობის, ანუ თქვათ 10 რაოდენობის შესრულებას, 10 ჯერ შესრულებას. შემდეგი სავარჯიშო, რომელიც მე მინდა შემოგთავაზოთ, ეს არის bowler squats ეძახიან ამ სავარჯიშოს. ჩართული არის მენჯის კუნთები და მყესები, ჩართული არის ასევე უკანა მომხრელი კუნთი, ჩართული არის მუხლის სახსარი, ჩართული არის კოჭი და ჩართული არის ზედატანიც ნაწილობრივ. მოთამაშე ასრულებს შემდეგ მოძრაობას, აი ეს უნდა შეეხოს ნიშნულს, ოღონდ ეს მოძრაობა უნდა გაკეთდეს სინქრონში და რას ნიშნავს ეს? არ უნდა მოხდეს მაგალითად ჯერ სხეულ, ანუ ზედატანის გადახრა და შემდეგ ფეხის წამოწევა. უნდა ხდებოდეს მოძრაობა ერთდროულად, ანუ ზედატანი და ფეხიც უნდა მოძრაობდეს სინქრონულად და ერთად. როგორც კი შეეხება მოთამაშე ნიშნულს, შეუძლია დაბრუნდეს, თქვათ, საწყის პოზიციაში და გააკეთოს უკვე მეორე ფეხით და ასე შემდეგ. ეს სავარჯიშო ჩემი აზრით ძალიან ახლოს არის დავარნილი ბურთის სწრაფად აღებასთან თამაშის დროს. შემდეგი სავარჯიშო, რომელიც მე მინდა შემოგთავაზოთ, ეს არის ადგილზე ფეხის აწევები. როგორც წესი, ბევრს მიაჩნია ის, რომ ფეხის მაღლა წამოწევას ასრულებს ჩვენი წინა ოთხთავა კუნთები, კვადრიცეპსი. სინამდვილეში ამ მოძრაობას ასრულებს კუნთები, რომელსაც ქვია psoas muscles, ან psoas majoris და psoas minoris არის მათი სახელი. იწყება ხერხემლის მალებიდან, ხრიტავს დიაფრაგმას, ჩამოდის და ემაგრება ჩვენი მენჯის ძვალს. როდესაც ეს კუნთები იკუმშება და წარმოქმნის ძალას, შესაბამისად, მაშინ იწევა ხოლმე ჩვენი ფეხი მაღლა. როგორ უნდა შესრულდეს ეს სავარჯიშო? რა თქმა უნდა, ფეხები დგას მხრების სიგანეზე, სხეული უნდა იყოს აბსოლუტურად სწორად, ხერხემალი სწორად, 90 გრადუსით უნდა იყოს შეკრული ხელები და თავს კეფაზე უნდა გქონდეს ამოდებული. ხედველობა აუცილებლად უნდა ვიყუროთ პირდაპირ და ნელი მოძრაობით უნდა წამოწიოთ ფეხი, რაც შეიძლება მაღლა. ოღონდ ამ შემთხვევაში ტერფიც მაღლა უნდა იყოს წამოწეული და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დახრილი, იმიტომ რომ ირღვევა მერე სირბილის ერთ-ერთი პრინციპი, რომელიც არ გვინდა რომ ჩვენ მიზმოზადების ცვლილებს არ გვინდა რომ ჩვენ ეს დაირღვეს ხოლმე და ამიტომ მოთამაშეებს ვთხოვთ რომ ტერფიც გქონდეს მაღლა წამოწეული. ეხლა რომელ მოძრაობებთან არის უშუალოდ კავშირში, მინდა გაჩვენოთ აი ამ ვიდეოში, ეს ამერიკული ფეხბურთის ერთ-ერთი მოთამაშე, რომელიც ვარჯიშობს სიმძლავრეზე და თუ დავაკვირდებით სირბილის დროს ასრულებს ზუსტად იგივე მოძრაობას, რომელიც არის აი ამ სავარჯიშოში მოცემული.
ანუ ჩვენი მიზანი არის, რომ სანამ მოთამაშე მოუწევს, თქვათ, მსგავსი ძალისმიერი ვარჯიშების შესრულება, ჩვენ ადაპტირება მოვახდინოთ აი ამ პუნქტების, რომელიც არის ჩართული აი ამ სავარჯიშოებში. შემდეგ მოთამაშემ არ მიიღოს, თქვათ, ტრავმა და კონდეს ეს პუნქტები მზად აი ამ სავარჯიშოების შესასრულებლად. ამის გართულებული ერთ-ერთი ვარიანტი შემიძლია შემოგთავაზოთ, ეს არის იგივე მოძრაობა, ოღონდ ხელები უნდა იყოს უკვე თავზევით გამართული და შემოდის აქ პატარ-პატარა ნაბიჯები. ანუ ნელ-ნელა ფეხის წამოწევის შემდეგ, როდესაც ვაბრუნებთ ფეხს თავის საწყის პოზიციაზე, გავაკეთოთ ძალიან პატარა ნაბიჯი და ნელ-ნელა ვიმოძრაოთ წინ. ესეც ზუსტად იგივე სპეციფიკის სავარჯიშოა, რაც წეღან გაჩვენეთ, თუმცა არის უკვე მეტი სპეციფიურობა შემოსული და გადაყავს უკვე მოძრაობაში მოთამაშე და მეტად უფრო სასარგებლო ხდება და აღარ არის უკვე სტატიკური და აღარ არის უკვე ადგილზე გასაკეთებელი სავარჯიშოები. ამ ვარჯიშის გართულება ჩვენ შეგვიძლია თუ რა თქმა უნდა ვამჩნევთ რომ მოთამაშე უკვე არის ამისთვის მზად, შეიძლება თქვა თავიდან დავაჭერინოთ უბრალოდ რაგბის ბურთი და ესე ვაიძულოთ მოძრაობა და შემდეგ ნელ-ნელა უკვე დაბალი წონებით შეგვიძლია შემოვიტანოთ და გავაკეთებინოთ უკვე წონით. შემდეგი სავარჯიშო, რომელიც მე მინდა შემოგთავაზოთ, ეს არის გადახრილი ხელების გადაშლა. ეს არის ზედატანის მობილურობის ვარჯიში, როგორც წინა ვიდეოში ნახეთ. ეს არის საჭირო, თქვათ, იგივე რაგში ბურთის პრეზენტაციისთვის, იგივე ბოჭვის შემდეგ სწრაფად გადატრიალებისთვის და მიწიდან ადგომისთვის, ასევე ოფლოუდისთვის, როგორც სიმონმა თქვა, პასის მიღება და გაშვებისთვის და სრულდება შემდეგნაირად. ეს არის ხერხემალი უნდა იყოს აუცილებლად ჩაგდებული სწორად, ოდნავ მოხრილი უნდა იყოს მოთამაშე მუხლებში. მხედველობით არეალი უნდა მოდიოდეს ქვევით, ხელები უნდა იყოს ჩამოშვებული, ფეხები უნდა იდგეს, ანუ ტერფები უნდა იყოს მხრების სიგანეზე და შესრულდეს ნელი მოძრაობით მაქსიმალურად ზევით გადაშლა ცალი ხელის. ოღონდ აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ ფაქტორს, რომ მოთამაშემ აუცილებლად გააყოლოს თვალი აი ამ ხელს. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ მოთამაშემ მხედველობის არეალი დატოვა დაბლა, თვითონ სავარჯიშო ავტომატურად უკვე გამოდის არასწორად შესრულებული და შესაბამისად ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რაც გვაქვს მიზნად დასახული. შემდეგი სავარჯიშო, რომელიც უნდა შემოგთავაზოთ, ეს არის სავარჯიშო სახელად რა ხდება, ესე დაარქვეს აკადემიის ბავშვებმა. მოთამაშეები არიან მიყუდებული კედელთან, თუ თქვათ დარბაზი არა გვაქვს და ვაკეთებთ მოედანზე, თავისუფლად შეგვიძლია მოთამაშე დავაწვინოთ მინდორზე და ზუსტად იგივენაირად გავაკეთოთ ეს სავარჯიშო. კეფა, ზურგი, მთლიანად წელი და საჯდომი უნდა იყოს მიყუდებული, თუ მოთამაშე წევს ამ შემთხვევაში უნდა იყოს ქუსლებიც უნდა იდოს მიწაზე. ხელი უნდა იყოს მოხრილი 90 გრადუსით. უნდა ვეცადოთ რომ იდაყვი იყოს შეხებული ტანთან, ანუ ჩვენს ნეკნებთან და ნელი მოძრაობებით მაქსიმალურად განზე უნდა გავწიოთ და ისევ დავაბრუნოთ საწყის პოზიციაში და ესე გავაგრძელოთ იმ დროის განმავლობაში, რაც აქვს მოთამაშეს მიცემული ამ სავარჯიშოსთვის. ეს სავარჯიშო არის მხრის და ზურგის კუნთებისთვის საჭირო, მხრის მობილურობისთვის და ზურგის კუნთების გასაძლიერებელი სავარჯიშოა. შემდეგი სავარჯიშო, რომელიც მინდა შემოგთავაზოთ, ეს არის ზედატანის მობილურობის სავარჯიშო, ან დაწოლილი ხელების გადაშლა. შეგვიძლია გამოვიყენოთ რაგბის ბურთი, თუ არ გვაქვს მაგალითად როლერი. მოთამაშე წევს გვერდულად, ცალი ფეხი აქვს 90 გრადუსით მოხრილი. აუცილებლად უნდა დაადოს მოთამაშემ როლერს ან რაგბის ბურთს, ეს ბურთი და დაეყრდნოს ამ ფეხით. ორივე ხელი აქვს საწყის პოზიციაში მაღლა და შემდეგ ცალი ხელით ასრულებს უკვე ამ მოძრაობას. შეეხება, თქვათ, იატაკს და ისევ აბრუნებს თავის მხარეს. ესეც არის ზედატანის მობილურობის ვარჯიში, როგორც წეგან თქვი, რაც გააუმჯობესებს მერე მოთამაშეების მობილურობას.
შემდეგი ვარჯიში, რაც შეიძლება შემოგთავაზოთ, ეს არის გადაბიჯება წინ, რომელიც ძალიან ახლოს არის სირბილის სპეციფიკასთან და ავარჯიშებს იმ პუნქტებს, რომელიც საჭირო არის სირბილისთვის. და თავარი ფაქტორები არის ის, რომ მოთამაშეს ფეხები უნდა ედგას მხრების სიგანეზე, სხეული აბსოლუტურად გამართული უნდა იყოს, მკერდი ოდნავ წინ წამოწეული, მხრები ოდნავ უკან, ხედველობის არეალი უნდა იყოს პირდაპირ, უნდა შესრულდეს გადაბიჯება ისე, რომ მუხლი არ გადავიდეს კოჭის სახსარზე წინ, ოდნავ შეიძლება შეახოს მუხლი მოთამაშემ იატაკს ან მიწას, მაგრამ დიდხანს არ უნდა დაეკნოს და ისე უნდა დაბრუნდეს თავის საწყის პოზიციაში. ესეც ძალიან კარგი სავარჯიშოა. შემდგომი სავარჯიშო ეს არის თურქული ადგომა, რომელიც შეგვიძლია მივცეთ და ჩავსვათ ანატომიურ ადაპტაციის პროგრამაში და ძალიან ახლოს არის სარაგბო სპეციფიკასთან, როდესაც მოთამაშეს უწევს მიწიდან სწრაფად ადგომა. თავარი ფაქტორები აქ არის საწყისი პოზიცია უნდა იყოს აბსოლუტურად სწორი. ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი მზერა იყოს მიმართული ამ შემთხვევაში როლერისკენ, მაგრამ შეიძლება რაგბის ბურთიც გამოვიყენოთ. როგორც კი წამოიწევა მოთამაშე, ცალი ფეხი უნდა შემოვიდეს შიდა მხარეს, დაეყრდნოს ამ ფეხს მოთამაშე და უნდა წამოდგეს მეორე ფეხით. ანუ ამ შემთხვევაში ამ სურათზე მარჯვენა ფეხით. თავარი ფაქტორი კიდევ ერთ-ერთი მინდა გითხრათ არის ის, რომ მოთამაშემ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოაცილოს თვალი როლერს, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება კონცენტრაცია დაკარგოს და მოძრაობები გააკეთოს არასწორად. კიდევ ერთი სავარჯიშო, წესებური გადასვლა, მოთამაშე დგას საწყის პოზიციაში, იგივენაირად მხრების სიგანეზე უნდა იდგას ფეხები, ხერხემალი სწორად, თავი სწორად, ხედველობის არეალი უნდა იყოს პირდაპირ და ნელი მოძრაობით, ოღონდ სინქრონულად ასრულებს აი ამ მოძრაობას და არ უნდა დაირღვეს აი ეს სიმეტრია, თავი და ქუსლი უნდა იყოს ერთ ხაზზე განლაგებული და ისევ ნელი მოძრაობით უნდა დაუბრუნდეს თავის საწყის პოზიციას და შემდეგ შეუძლია უკვე მეორე ფეხით ამის გაკეთება. ეს სავარჯიშო მოიცავს კოორდინაციას, ბალანსს, ჩართული არის მენჯის, მუხლის და კოჭის სახსარი, ასევე ჩართული არის ზედატანი, ზურგის კუნთები და საჯდომი კუნთები უკანა მომხრელი კუნთებთან ერთად. შეიძლება კიდე ვთქვათ ესეთი სავარჯიშოს შემოტანა. მოთამაშე ერთ-ერთი წევს მიწაზე, ხოლო მეორე მეწყვილე მოთამაშე ბურთს უშვებს ხელს. როდესაც ძირს მყოფი მოთამაშე იღებს სიგნალს, მან სწრაფად უნდა მოახდინოს რეაგირება და გადაგორდეს და აიცილოს ბურთი. ესეც ძალიან ახლოს არის სარაგბო სპეციფიკასთან, იგივე რაკში ვთქვათ, სწრაფად რომ გადატრიალდე და ფეხზე წამოდგე. და არის დამატებითი мотиваცია ის, რომ ვთქვათ, შეჯიბრის მომენტიც შეიძლება შეიტანო, ვთქვათ, ამ სავარჯიშოში რომელი მოთამაშე რამდენჯერ მოახერხებს მაგალითად გამოძრომას ბურთისგან და ერთ-ერთი რაღაც სახალისო ვარიანტი შეიძლება შევთავაზოთ ჩვენს გუნდს. ეს არის გადაბიჯებას პლუს წესებური მოძრაობა, რაც წეგან განახეთ იმ ვარჯიშის გაერთიანება არის ეს და თუ ჩვენ ვამჩნევთ, რომ მოთამაშეს ორივე ვარჯიში ან გადაბიჯებას და ეს წესებური ვარჯიშიც უკვე უადვილდება და ასრულებს კარგ ხარისხში, ჩვენ შეგვიძლია ეს მოძრაობა შევაერთოთ და უკვე შევთავაზოთ აი ესეთი სახით. ახლა რაც შეეხება წრიულ პროგრამას, აი თქვა როგორ შეგვიძლია ჩვენ დავგეგმოთ ეს. პროგრესი და რეგრესი არის აქ ერთ-ერთი თემა, ან ჩვენ შეგვიძლია პროგრესი და რეგრესი ვაკონტროლოთ დროის მიხედვით. აქ არის მოცემული, თქვა, სავარჯიშოები, რომელი სავარჯიშოები არის ჩასმული, თქვა, ამ ჩვენ წრიულ სისტემაში, მაგალითისთვის, გადაბიჯება, დაწოლილი ხელების გადაშლა, ხიდი, საათი კედელთან, ასოების მოხაზვა და გაძრომა-გამოძრომა, თქვა, ბარიერებს შორის. ეს ვარჯიში არ არის ახლა ამ პრეზენტაციაში ჩასმული. და არის, თქვა,
ყველა სავარჯიშოზე არის ორ-ორი მისვლა. დატვირთვა, ანუ სამუშაო დრო არის 20 წამი და ბაზიდან ამ სავარჯიშოდან სავარჯიშოზე გადასასვლელად დასვენება შუალედში არის 40 წამი დრო. 40 წამი არის სავსებით საკმარისი, ანუ ორმაგი დატვირთვასთან შედარებით არის ორმაგი. და ეს ვარჯიში ითვლება მაგალითად მარტივ ვარჯიშად, იმიტომ რომ დასვენების პერიოდი არის გაცილებით მეტი ვიდრე სავარჯიშო დრო. თუ ჩვენ თქვათ გვინდა რომ უკვე გავურთულოთ მოთამაშეებს, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ შემდეგნაირად. ანუ ვარჯიშები დავტოვოთ იგივე და არ შევცვალოთ და მისვლა გავაკეთოთ მაგალითად თითო-თითო და დატვირთვის დრო გავზარდოთ უკვე 40 წამამდე და აღდგენის დრო შევამციროთ 20 წამამდე. ესეც არის თქვათ ერთ-ერთი მექანიზმი, როგორ შეიძლება ჩვენ მაგალითად გავურთულოთ ან გავუადვილოთ ჩვენს გუნდს სავარჯიშო პირობები. რაგბის მცველებმა შეიძლება შემოვიტანოთ ჩვენს გახურებაში ანატომიური ადაპტაციის სავარჯიშოები. მაგალითისთვის, თქვათ იგივე წრიული სისტემით, თქვათ გადაბიჯებები, ტესებური მოძრაობები, იგივე აზიდვები შეიძლება, მაღლა აღტომები შეიძლება, თქვათ აქ სხვა სავარჯიშოები არის შემოსული, რომელიც ამ პრეზენტაციაში მე არ შევიყვანე სპეციალურად, იმიტომ რომ ეს ცოტა მეორე ეტაპის სავარჯიშოებია, ბოლო ორი. შეგვიძლია მაგალითად წრიული სისტემა მოვაწყოთ ისე რომ გავაკეთოთ ეს სავარჯიშოები, ჩავართოთ მაგალითად უფრო მეტი სარაგბო სპეციფიკა, შეგვიძლია შევიტანოთ თქვათ პასები, იგივე ბაზებში შეგვიძლია შევიტანოთ ბოჭვის პატარა დეტალები და ნებისმიერი სხვა თემა, რომელიც თქვენთვის არის მისაღები და თქვენთვის საჭიროა რომ თქვათ შეგიძლიათ შევულიოთ აი ამ სისტემას. აი ესე გავახუროთ ჩვენი გუნდი ვარჯიშის წინ და შემდეგ დავიწყოთ უშუალოდ ვარჯიში. და რას მოგცემს ეს? ეს მოგცემს იმას, რომ ანატომიური ადაპტაციის სავარჯიშოები მოთამაშეებს არ გაუცდება და სარაგბო ვარჯიშებსაც არ მოაკლდება რაღაცა დრო და არ შეიზღუდება მცველი დროში, რაც მას აქვს დაგეგმილი მისი გუნდისთვის. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ჩვენ უკვე ბოლოსკენ გავდივართ პრეზენტაციის. რა თქმა უნდა, ეს არის უსაფრთხოება პირველ რიგში. თავარი ფაქტორები აუცილებლად ყოველთვის უნდა გაუმახვილოთ მოთამაშეებს თავარ ფაქტორებზე ყურადღება, იმიტომ რომ როგორც წესი, თუ ოდნავ მაინც მცველმა მოადუნა ყურადღება და აღარ გაუმახვილა თავარ ფაქტორებზე, ნელ-ნელა მოთამაშეები ივიწყებენ ამ ყველაფერს და გადადიან უკვე არასწორად შესრულებაზე. სხეულის საწყისი და დამამთავრებელი პოზიციები აუცილებლად უნდა იყოს თავიდანვე და ბოლოშიც სწორი, იმიტომ რომ თუ თქვათ სავარჯიშოს დავიწყებთ არასწორი საწყისი პოზიციით, ის ავტომატურად გაგრძელდება და მთლიანი სავარჯიშო გამოვა უკვე არასწორად შესრულებული. სწორი მოძრაობები აუცილებლად ყოველთვის უნდა მივანიშნოთ ან ხმოვანი სიგნალებით, ან ბუთხრად, ან ვაჩვენოთ, რომ ის აკეთებს სწორად ან არასწორად მოძრაობებს, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ეს ფაქტორი და დავიცვათ სიმეტრიულობა. ჩვენი პროგრამის შედგენის დროს, რას ნიშნავს ახლა ეს ჩვენი პროგრამის შედგენის დროს, ჩვენ უნდა შევარჩიოთ სავარჯიშოები ისეთი, რომელიც მაგალითად არ ემსახურება მხოლოდ ერთი კუნთის განვითარებას. თუ ჩვენ თქვათ ჩავსვით 6 ბაზიან წრიულ სისტემაში 4 ისეთი სავარჯიშო, რომელიც ემსახურება მაგალითად ზურგის კუნთების გაძლიერებას და 2 ჩავსვით ისეთი, რომელიც ფეხის კუნთებზე მოდის, შესაბამისად უკვე წამოვა არასიმეტრიულობა, ანუ უფრო მეტი მოდის ზურგის სავარჯიშოები და ნაკლები არის თქვათ ფეხის სავარჯიშოები ამ დროს. ამ დროს უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ იყოს თანაბრად გაყოფილი, მაგალითად ერთი სავარჯიშო იყოს ზურგის, მეორე სავარჯიშო იყოს თქვათ მკერდის კუნთებისთვის, მესამე სავარჯიშო იყოს მაგალითად შუა ტანის პრესისთვის, მეოთხე სავარჯიშო იყოს მაგალითად ნებისმიერი წელის სავარჯიშო, მეხუთე სავარჯიშო იყოს მაგალითად ნებისმიერი უკანა მომხრელი ფეხის კუნთის სავარჯიშო და მეექვსე სავარჯიშო იყოს მაგალითად ფეხის გამშველი კუნთის სავარჯიშო. აი ამ შემთხვევაში უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიმეტრიულობა არის დაცული და მომავალში მოთამაშეებს არ შეექმნებათ ის პრობლემა, რომ ვთქვათ, რომელი კუნთი უფრო მაგრა განვითარდა, სწრაფად და მაგრა მოძლიერდა და რომელიღაცა დარჩა სუსტი.
ვიზუალური სწავლა, ანუ ჩვენ წეგან ვახსენეთ ის, რომ მოთამაშე ეს ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც არის სწავლობს ვიზუალური ინფორმაციით მიღებული ინფორმაციებით, თუ მოთამაშე არასწორად ასრულებს, ის აუცილებლად უნდა გავაჩეროთ, შევუსწოროთ და შემდეგ უნდა გავაგრძელებინოთ ვარჯიში, იმიტომ რომ შეიძლება ამან გამოიწვიოს ისევ და ისევ, თქვათ, ცუდი ჩვევების ჩამოყალიბება და მიგვიყვანოს ანთებებამდე და ტრავმებამდეც კი. ხო, თუ მაინც ვერ ასრულებს მოთამაშე, ისევ და ისევ უნდა აუხსნათ თავიდან, ისევ და ისევ უნდა ვაჩვენოთ, როგორ კეთდება. აუცილებლად უნდა დავიცვათ პროგრესის და რეგრესის ცნება და ეხლა სამწნულო რჩევები დაისწავით უსაფრთხოება ეს პირველ რიგში, ანუ დავათვალიეროთ გარემო, რამე ხო არ არის ისეთი, თქვათ, ან ორმომო მოედანზე, ან რაღაცა, თქვათ, აგური ან რაღაც ხო არ გდია სადმე, თუ გვაქვს დარბაზი, განსაკუთრებით უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ზოგჯერ მოთამაშეები დაუკითხავთ, განსაკუთრებით ბავშვები დაუკითხავთ, ხელს კიდევენ ხოლმე განტელებს, ღერძებს და აკეთებენ რაღაც სისულელე მოძრაობებს, სადაც მათ შეიძლება დაიზიანონ და სერიოზულადაც დაიზიანონ რომელიმე სახსარი ან კუნთი. ვარჯიშების შესარჩევად ხშირად გამოიყენეთ ფუნქციური ტესტი, ამაზე როცა გვექნება, თქვათ, სემინარი, მე შეგეძლებათ აი ამ ტესტის გამოყენება, ხშირად ჩართეთ სარაგბო სპეციფიკები, არ დაგავიწყეთ პროგრესი და რეგრესი, არ დაგავიწყეთ დატვირთვა აღდგენის პრინციპები, ანუ რაც წეგან ვისაუბრეთ, თქვათ, როგორ შეიძლება შეუმსუბუქოთ მოთამაშეს ვარჯიში, იგივე დროის დაკლებით და დასვენების დროის მომატებით. მნიშვნელოვანია ვიზუალური სწავლება, ანუ მსმენელს იდეალურ ვარიანტში უნდა შეეძლოს იმ ვარჯიშების თვითონ შესრულება უნაკლოდ, რომელსაც მოთამაშეებს ავარჯიშებს. თუ ესე ვართ და თუ ესე შეგვიძლია რომ შევასრულოთ ეს მოძრაობები სწორად, ჯობია რომ ჩვენ ვიყოთ მათი მაგალითი და ჩვენ ვაჩვენოთ მათ ეს მოძრაობები, თუ ჩვენ არ შეგვიძლია ამ მოძრაობების სწორად შესრულება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ მაგალითად რომელიმე მოთამაშე, რომელიც კარგად ასრულებს ამ მოძრაობებს და აი ამ მოთამაშის მეშვეობით ვაჩვენოთ, ვთქვათ, ეს სავარჯიშოები. თუ არ გვყავს ესეთი მოთამაშე, გამოვალ ვარიანტში შეგვიძლია რომელიმე ვიდეო გამოვიყენოთ და ვიდეოთი ვაჩვენოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ვიზუალურად მიღებული ინფორმაცია, თუმეტეს პატარა ბავშვებისთვის. ეხლა ვის ჭირდება ეს რამდენი ხანი ანატომიური ადაპტაცია. აირბის სემინარში წერია ესე რომ მოთამაშეებს ჭირდებათ დაახლოებით 6 კვირიდან 6 თვემდე და შემდეგ უკვე შეიძლება გადავიდეს მოთამაშე უკვე სხვა იმაზე, რა ქვია, სხვა დატვირთვებზე. ჩემი აზრით, ანატომიური ადაპტაცია უნდა გაგრძელდეს მთლიანი კარიერის განმავლობაში და აქ არის პატარა დიაგრამა წარმოდგენილი, ანუ წითელი ფერით არის აღნიშნული ანატომიური ადაპტაცია, ლურჯი ფერით არის უკვე სხვა სავარჯიშოები, აი მაქსიმალური ძალის სავარჯიშოები, იგივე ფეთქებადობა, იგივე განძლეობა და ასე შემდეგ. და ციფრებით არის წარმოდგენილი ასაკები. ანუ ჩვენ თუ დავიწყებთ 14 წლის ასაკიდან ანატომიური ადაპტაციის სწავლებას, ის ნელ-ნელა დაიკლებს 15 წლის, 16 წლის და 17 წლის ასაკში, მაგრამ სამაგიეროდ მოიმატებს უკვე სხვა სავარჯიშოების რაოდენობა ჩვენს ან მოთამაშის კარიერაში. 18 წლის შემდეგ, ან ქართულ მაგალითს ვიძახი, ეხლა როცა ჩვენ 18 წლამდე მოთამაშეებს უკვე შეუძლიათ მაღალი დატვირთვების ვარჯიშების შესრულება, უკვე იწევს ზევით ეს პროცენტული მაჩვენებელი ამ ლურჯი ფერის 19-შიც უკვე უფრო მაღლა ადის და 20-შიც და შემდეგ უკვე 34-35 წლამდე გრძელდება იგივე დატვირთვით და ანატომიური ადაპტაცია შედარებით დაბლა ჩამოდის. მაგრამ თუ დააკვირდებით აი ამ დიაგრამას, ანატომიური ადაპტაციის სავარჯიშოები არასოდეს არ ჩამოდის 50%-ზე დაბლა.
როგორც წეგან ან დაწყების წინ აღვნიშნეთ, რაც უფრო ვიზრდებით და რაც უფრო გვემატება ასაკი, ჩვენი სხეული კარგავს მოქნილობის, მობილურობის შესაძლებლობას. ამიტომ თუ ჩვენ ამას ჩამოვიყვანთ 50%-ზე უფრო დაბლა და საერთოდ დავივიწყებ აი ამ ესეთი სტილის სავარჯიშოებს, აუცილებლად გაჩნდება იმის შანსი, რომ ტრამვები წამოვიდეს უფრო მაღლა და მაღლა. შესაბამისად, ჩვენ გახურებებში, იგივე თქვათ პრევენციის ვარჯიშებში, აი 20 წლამდეს მაგალითს მოგიყვანთ დილაობით, ან ვარჯიშის წინ, ან საუზმის წინ, ან ვარჯიშის წინ, ყოველთვის გვაქვს ტრამვის პრევენციაზე სავარჯიშოები, რომელიც 15-20 წუთის განმავლობაში გრძელდება, მეტი არა. და არის ზუსტად აი ეს სავარჯიშოები შესული იმისათვის, რომ მე მოედანზე თქვათ ტრამვა არ აიკიდოს მოთამაშე. შესაბამისად, რაც უფრო კიდე ასაკში შევა მოთამაშე, მას უფრო მეტად დაჭირდება აი ამ ადაპტაციის სავარჯიშოების კეთება და გამოდის ისე, რომ მთელი კარიერის განმავლობაში აუცილებელია აი ესეთი პატარა სავარჯიშოების შესრულება და გამოყოფა აი ამ სავარჯიშოებისთვის დროის. ეს არის პირადად ჩემი მოსაზრება, სიმართლე რომ გითხრათ, World Rugby-ს პრეზენტაციაში ცოტა სხვანაირად წერია და არ ვიცი თუ გამოიყენებთ მცნელები აი ამ ჩემს რჩევებს, ვიქნები ძალიან მოხარული. აი ახლა შეგვიძლია ვინმეს რაიმე კითხვა გვაქვს. დავუსვათ კითხვები. ვეცდები რომ მაქსიმალურად აქცეთ პასუხი. ანუ ბოდიში თუ სწორად გავიგე, თუ ბავშვებმა გამართეს წევენ და ანუ სანამ ბავშვებს დავაწყებინებთ ანუ იმებს ჩოლებრივ ვარჯიშ შტანგაზე უნდა ანუ თავარ სავარჯიშოებს, ხო? თავარ სავარჯიშოებს, აი ჩაჟდომს და იმას ფუნდამენტალურ იმებს სავარჯიშო სამგაკი. ხო. დააწყებინოთ ანატომიურ ადაპტაციით რაღაც 6 კვირა, ხო? ანუ 3 არა, სიმონ ეთყობა იმის გამო რომ ჩქაროდი, თქვათ ვერ გადმოვეცი ესე კარგად ეს ყველაფერი. ანატომიური ადაპტაცია არის საჭირო აბსოლუტურად ყველასთვის. ხო, ყველასთვის. ყველა ეტაპზე, მაგრამ იდეალური ვარიანტია ან ქართულ რეალობაში, ჩვენ რეალობაში მორგებული, იდეალური ვარიანტია ის, რომ 14 წლიდან დავიწყოთ, თქვათ მოთამაშეებს გაუწეროთ 3 წლიანი ანატომიური ადაპტაციის გეგმა, როცა თქვათ უკვე გაივლიან ამ 3 წლიან პერიოდს და მოუწევთ 18 წლამდე ნაკრები, აი მანდ უკვე ნელ-ნელა ისინი მაგრად კარგად შეძლებენ აი მთავარი ფუნდამენტალური სავარჯიშოების შესრულებას. ანუ მათი სხეული იქნება მზად იმისთვის, რომ აი ეს მძიმე სავარჯიშოები შეასრულონ კარგად, აი რომელიც ეხლა აი ამ სურათზე ჩანს. ხო, ხო. ეს არის გრძელვადიანი და არა, მე არ ვეთანხმები იმას, რომ აი World Rugby-ს პრეზენტაციაში ესე წერია, რომ თქვა რაღაც განსაზღვრული კვირებით არის მოყვანილი. ჩვენ რო შევწყვიტოთ აი ეს სავარჯიშოების, ანატომიური ადაპტაციის სავარჯიშოების, სადღაცას აუცილებლად აიწევს ტრამვის რისკი და წამოვა თქვა ქრონიკული ანთებები. ამიტომ საჭირო ხდება ისო თქვა 15 წუთი მაინც დაუთმოთ, კვირაში 3-ჯერ მაინც აი ესეთი სტილის სავარჯიშოებს, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული ტრამვებისგან. ნადო, მე მაქვს ესეთი კითხვა რა. ასე თუ მოთამაშეები სხვა კლუბებში მაგალითად, ან თუნდაც თავის გუნდში, ან ინდივიდუალურად ანატომიური ადაპტაციის გავლის გარეშე თუ ვარჯიშობენ წონებზე, უბრალოდ ანუ რისკავენ, ხო? ან გაუმართლებლად ან არაფერი არ მოუვა და იწვიან რომ აი აგერძმა არაფერი არ მომივიდა, ან რომ მოუვა არ ეხსოვნება რომ აი ეს რო არ გავიარე ამიტომ დამემართა. ბატა რა არის ეს ხა ტრამვა შეიძლება მიიღოს აბსოლუტურად ყველა მოთამაშემ, შეიძლება მაგრად მომზადებულმა მოთამაშემაც მიიღოს ტრამვა. ეს უბრალოდ ძალიან მაგრად ამცირებს ტრამვების რისკს. ეს ერთი და მეორე არის ის, რომ ზრდის მაქსიმალური ძალისხმევით მისვლის შესაძლებლობას. ანუ რას გულისხმობ იცი ამაში? მე მაგალითად როცა ვიცი რომ ქრონიკული ანთება მაქვს მყესში ან მხრის სახსარში, ხო? და ჩემი მაქსიმალური ჟიმის წონა არის თქვა 150. იმის გამო რომ მე მეშინია რომ არ ვიტკინო კიდევ ერთხელ თქვა მხრის სახსარი, მე არ მივალ 150 კილოზე და დავიწყებ აი ამის კომპენსაციას, მის დაკლებას და მივალ 130 კილოზე. ეს ხო ნიშნავს იმას, რომ თქვა მე
არ დავიხარჯე ბოლომდე და შესაბამისად ვერ მივიღე ის შედეგი, რაც მინდოდა რა, რომ მივიღო. აი ეს კი, გასაგებია. კიდე ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან. ანუ არ დავასახელებ, რა თქმა უნდა, სახელს და გვარს ამ მოთამაშეების, რამოდენიმე მოთამაშის, რომელიც მაღალი მიღწევების აკადემიაში მე შევამჩნიე და ვკითხე რა, ну, აღმოჩნდა ისე, რომ თავისი ნებით აკეთებდნენ რაღაც სავარჯიშოებს შტანგაზე და როგორც აღმოჩნდა, ძირითადად აკეთებდნენ ჟიმს. ზურგის კუნთები ქონდათ, ძალიანად დავიწყებული და ეს გადიდებული მკერდით, მაგრამ წელში მოხრილი დადიოდნენ და ну, საბოლოო ჯამში მე ჩვენ აუგზავნეთ ეს, რომ თავისით ივარჯიშონ და აუხსენით ეს, რომ მოვა ამისი დრო, როდესაც მოგიწევს ახალგაზრდა ნაკრებში, გაფართოებულ სიაში ყოფნა, იქ მე მოგიწევს ესეთი ვარჯიშებისთვის გეკრება ამისი დრო. ხო, ძირითადად ანუ ამას აქვს და ცოტა მერეც ის არის, რომ ანუ წინ რასაც ხედავენ სარკეში, იმაზე ვარჯიშობენ რა რეალურად. კი, მართალია. შეიძლება მოთამაშემ ანუ დაიწყოს 18 წლის ასაკშიც რაგბიზე სიარული, ხო? ისიც უნდა გატარდეს ანატომიურად ის პროცესში, თუ მას უნდა მაგალითად მაქსიმალური ძალისხმევით შეძლოს აი ესეთ სავარჯიშოების შესრულება, რაც უწევთ მაგდონის მოთამაშეებს. მადლობა. არაფრის. აქ სიმონ ჩატს არ მიხსნის და ხო არ არის რამე კითხვები. მამუკა იგივე ტურნიკი ან გირების აწევა არ გააძლიერებს კისრის კუნთებსო? ტურნიკის და გირების აწევა, ტურნიკი არის ძირითადად უფრო ზურგის გამაძლიერებელი სავარჯიშო, იმიტომ რომ მომხრელი არის, რასაც შენს კითხრი, ის არის ზურგის სავარჯიშოები, ამიტომ სანამ ტურნიკამდე მიიყვან მოთამაშეს, მანამდე უნდა ავარჯიშოს სხვა ესეთი ლაითი სავარჯიშოები და შემდეგ უნდა გადაიყვანო ტურნიკზე. თუმცა კისერი შედარებით ნაკლებად არის ტურნიკის სავარჯიშოში ჩართული. უფრო ზურგის კუნთები მუშაობს ამ დროს. აი ვიპოვე ჩატი. ატო ბატონო, იცი რა უნდა კითხო? 20 წლამდეში თუ ყოლია თქვათ მოთამაშე, ну, არ ვიცი, ალბათ კი, მაგრამ თუ ყოლია მოთამაშე, რომელთანაც ანატომიური ადაპტაციის გავლა დაგჭირდა. კი, ბატა. ცოტა გრძელვადიანი, თქვათ, ისეთ კი არა თქვათ, რომ რაღაცა აკლია, თქვათ, აი, ძირფესვიანი თუ დაგჭირვებია მუშაობა. კი, ბატა, ყოფილა ესეთი შემთხვევები თან ძალიან ბევრი შემთხვევები ყოფილა და ამ ბოლო დროს სხვათა შორის გამოსწორდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ან 18 წლამდე ამზადებს ეხა ძალიან კარგად მოთამაშეებს და 18 წლამდედან უკვე მომზადებულები ამოდიან და შესაბამისად უფრო ნაკლები. თუმცა არიან მოთამაშეები, რომლებიც თქვა თავიდან 18 წლამდეში ვერ ხვდებიან და შემდეგ ხვდებიან 20 წლამდეში. აი მათთან უკვე როგორც წესი ძალიან დიდი სამუშაო არის თავიდან ჩასატარებელი და ვატარებთ ხოლმე ძალიან ხშირი შემთხვევაა ეს. სპეციალურად არ მოვიყვანე ეხა მაგალითად ეს მინდოდა რომ თავიდან ამ პრეზენტაციაში მეთქვა, მაგრამ რატომღაც აღარ ჩავთვალეს საჭიროდ, იმიტომ რომ შეიძლება რომ გაწელილიყო. ხო, ანუ ამ შემთხვევაში ეს მოთამაშე ანუ ფიზიკურად გინდა არ გინდა დანარჩენ მოთამაშეების პროგრამაში თამორჩება, ხო? იმიტომ რომ როის კომპენსირებას ხოლმე ვერ აკეთებ. 0-დან ვიწყებთ, ანუ ჩვენ რომ ჩამორჩება ნამდვილად 0-დან ვიწყებთ, იმიტომ რომ არ გავაკეთოთ ეს, შეიძლება ეს მოთამაშე დავამტვრიოთ. და ჩვენი პირველი მიზანი არის ის, რომ მოთამაშეებს მაქსიმალურად გაუფრთხილდეთ, იმიტომ რომ შეიძლება მოთამაშეს, რომელსაც არ გაუფრთხილდები, იმან 2 წლის მერე დაკარგოს იმის შანსი, რომ მოხვდეს ეროვნულ ნაკრებში. შესაბამისად, მაინც გვინდა თუ არა გვიწევს 0-დან დაწყება და შემდეგ უკვე მისი განვითარება. ძალიან იშვიათად არის ხოლმე ისეთი მოთამაშეები, რომლებიც საერთოდ არ გაკარებულან არც შტანგას და არ იციან არანაირი სწორი მოძრაობა, მაგრამ ძალიან მალე ითვისებენ ხოლმე
სხვადასხვა სავარჯიშოებს და ძალიან მალე ეწევიან, თქვათ, იმ მოთამაშეებს, რომლებიც უფრო წინ არიან. თუმცა ეს ხდება ცოტა იშვიათად. და ესეთი ფაქტებიც ყოფილა. ხო, მასე დროს ალბათ ვისაც მასეთ დროს გვიმართლებს ხოლმე. ხო, არ ყველაზე ნაკლები შეხება ვისაც ჰქონდა შეიძლება წონებთან ვარჯიშზე, იმის სხეული ბევრად უფრო თავისუფალი იყოს და უფრო მარტივად გაიაროს, ხო ეს ეტაპი. ეს უფრო გენეტიკური ვარიანტია პატა, იმიტომ რომ გენეტიკურად ისეთი ტიპია, რომ სახსრები მოქნილი აქვს, არის ძლიერი, აღნაგობით და სუფთა ფუცლიდან იწყებს. ანუ არ გჭირდება, თქვა, ძალიან სწრაფად ეწევა რა, სხვა დანარჩენ მოთამაშეს. ოღონდ ეს ხდება, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ძალიან იშვიათად. 11 სლაიდზე რომ არის დაჩვენები ვარჯიშები, შეგიძლიათ მაგ ვარჯიშების ლინკი რომ მოგწეროთო. 11 სლაიდზე 11 არ, მე-13 სლაიდია უკაცრავად. მიკროფონი არ მაქვს რომ, ხო, დავიკითხე. მე-13 სლაიდის ვარჯიშების ლინკი აინტერესებს. ამაზე იძახით? ეს არ არის ლინკი, ეს არის PDF-ის ფაილში გაკეთებული ნაშრომი უბრალოდ. კი, შემიძლია, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ში ან Viber-ში. აუცილებლად გადმოგცემთ, არის ინგლისურ ენაზე და არის ძალიან ბევრი ესეთი საინტერესო და ვიზუალურათაც და ისედაც წასაკითხი მასალა. გაიხარეთ, დიდი მადლობა.